აჭარაში გვიანი რთველი დაიწყო იშვიათი ჯიშის შხავერის ხურძენს კომპანია კახური ღვინის ტრადიციები ორლარნახევრად ყიდულობს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით ისინი იწყებენ შხავერის ღვინის წარმოებას და მის ბაზარზე დამკვიდრებას. გლეხებს ხურძნის შესასყიდი ფასი არ აკმაყოფილებთ, მაგრამ იძულებულები არიან მაინც ჩააბარონ. აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გაისად ქედის რაიონში გაიხსნება ახალი ღვინის ქარხანა, რომელიც ძირითადად შხავერის ხურძენზე იქნება ორიენტირებული. ეს გაზრდის კონკურენციას და მოთხოვნას ამ ჯიშის ხურძენზე. როგორც ხედავთ, უკვე დაიწყო მოსავლის აღება ქედის რაიონში. დღეს პირველი ინვესტორი შემოვიდა. ეს არის შპc ფირმა ძმები ასკანელები და მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ თანადგომისათვის. ფაქტურად ყველა მოსავალი რაც იქნება, რამდენიც იქნება ყურძნის მოსავალი, ყველას წაიღებს ეს ფირმა. კიდევ უკმაყოფილებას გამოუხატავთ მოსახლეობა გლეხობა, რომ გასულ წელში იყო მაღალი ფასები, წელს არის ძალიან დაბალი ფასები. 4 ლაში წაიღო მოვიდა ინვესტორმა 4 ლაში წაიღო და გვიხარობდა რაცა რომ რაღაცას გლეხინა ახავს შემოსავალს და რაღაცა უკვე მთელი ზამთარი არ გაუჭირდება და რაღაცა გვეხინება საშუალება. წელს პირველი წელია რაც ამ რეგიონში ჩამოვედით ჩავერის მისაღებად. არის ძალიან საინტერესო რეგიონი ეს ამ პერიოდში, ანუ გვიანი რთველის დროს ნოემბერ-დეკემბერში აქ მოსული ყურძენი ხასიათდება ძალიან გამორჩილად სასიამოვნო არომატით ბუკეტით და ბუნებრივი ინტერესი გვაქვს ამისი.